მრავალი შვილის ყოლა უდიდესი ტვირთი, მადლი და მოვალეობაა, რომელსაც უფალი ანიჭებს ადამიანს. თუ კი გადავხედავთ ბიბლიას, ღვთისაგან მოძებული წყალობათაგან ერთ-ერთი ყოველთვის მრავალშვილიანობა იყო. ადამიანი მთელი შეგნებით მოწოდებულია იმისათვის, რომ შექმნას ოჯახი. არა მარტო შექმნას, არამედ გამრავლდეს. ეს არის პირდაპირი ლოცვა-კურთხევა ღვთისა. ჩვენც ღვთისწყალობით ვცდილობთ, რომ მივემსგავსოთ სწორედ აი ამ ოჯახს და არა მარტო გავაჩინოთ შვილები, არამედ აღზარდოთ კიდეც ისინი შესაბამისი ქართული, ქრისტიანული, მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის თანახმად. ჩვენი რუბრიკის მომდევნო მასპინძელი წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დეკანოზი. კონსტანტინე ჯინჭარაძის მრავალშვილიანი ოჯახი გახდა. ოჯახში ძალზედ გადამდები მხიარული და მეგობრული ატმოსფერო დაგხვდა. ჩვენ აი ესეთი ლოცვა-კურთხევით ეკლესიურად დავიწყეთ ჩვენი ცხოვრება. ჩემი მეუღლეც გახდათ ეკლესიის მრევლი, სწორედ ეკლესიაში მოხდა ჩვენი გაცნობაც და ამის შემდეგ ჩვენ ღვთისგანგებით დაოჯახდით. ჯერჯერობით ყავს 8 შვილი. უფროსი 12 წლის არის, ეხლა შეუსრულდა 12 წელი, პატარა წლის და 4 თვის არის. ყველა ერთმანეთზე მზრუნველობას იჩენს. ყველაფერში მეხმარებიან, რაც შეუძლიათ ბავშვებს, თავისი სწავლობენ. ძალიან იშვიათად ვეხმარებ, შეიძლება ვერ დავასახელო, რა წიგნით სწავლობენ, ან დღეს რა გაკვეთილი აქვთ, იმიტომ რომ ყველაფერს თავის დამზადებენ. არის მომენტი, რომ ყველა ერთად ჩართულიო, ყველა ერთად ტირის დაუშვათ და ამას ვეძახი გურუ კრიმანჭულს, ჯინჭარაძეების შესრულებით. მამოს გავყევართ ხშირად, მცხეთაში გვიყვარს მოლოცვა, ბუნებაში გასეირნება და იქ უფრო ლაღად არიან. და ითქვას, რომ მრავალშვილიანი ოჯახების დღის განრიგი ძალიან გავს ერთმანეთს. ამ კუთხით არც მამა კონსტანტინეს ოჯახია გამონაკლისი. დილა იწყება ლოცვით, პატარა ლოცვას ერთობლივად ვამბობთ ყველა ჩვენთაგანი. შემდეგ ნაწილი ბავშვებისა მიდის სკოლაში და ნაწილი კიდე რჩება სახლში. სწავლისგან თავისუფალ დროს ბავშვების ნაწილი საყვარელი საქმიანობით ხატვით არიან დაკავებულნი. მათ ამ საქმეში მამა კონსტანტინეც სიამოვნებით ეხმარება, რომელიც თავის მხრივ ხატწერითა და ხეზე კვეთით არის დაკავებული. ადამიანი გრძნობს დიდ სიხარულს, როდესაც ყავს ბევრი შვილები. რაღაც განსაკუთრებულს გმატებენ ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში. როდესაც დამძიმებული ადამიანი შემოდიხარ აი ამ ბავშვების გარემოში, თითქოს და გავიწყდება ეს პრობლემები. და ფიქრობ, რომ არაფერია იმაზე ძვირფასი, რაც ადამიანის სიცოცხლე. არაფერია იმაზე ძვირფასი, რაც სიყვარული დედმამიშვილობისა, მშობლებისა და აი ამ სიყვარული თუ არ გავაღვივეთ ჩვენ, პირველ რიგში ჩვენში. პირველ რიგში სიყვარული ცოლქმრული, ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარული, ამის გარეშე შეუძლებელია შემდეგში განვითარდეს კიდევ უფრო სრულყოფილი სიყვარული. ამიტომ ჩვენი მიზანი ერთადერთი ამ ქვეყანაზე, რომ შევასრულოთ ღვთისნება და აი მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ყველანაირი გაჭირვებისა, ჩვენ გადავლახოთ ეს პრობლემები, ჩვენ შევქნათ ისეთი ოჯახი, რომელსაც შემდეგში მიბაძავს საზოგადოება. ოჯახი განსაკუთრებით ამაყობს იმით, რომ 3 შვილი უწმინდესის ნათლულია. 3 ბავშვი არის პატრიარქის ნათლული, ეფემია, სპირიდონი და მარიამი. მარიამი პატრიარქის დაბადების დღეზე დაიბადა 4 იანვარს და სპირიდონი აღსაყდრების დღეს 25 დეკემბერს. ჩვენი ოცნება თელი ოჯახი ისպես უწმინდეს, იქნებ ერთი დღე შევხვდეთ, ლოცვა-კურთხევა ავიღოთ. ჩვენი აუხსნელი ოცნება არის. აი ასეთია ჯინჭარაძეების ოჯახი, უამრავი საზრუნავით სავსე, თუმცა მაინც ხალისიანი და ბედნიერი.